Reorganizația la injusto. დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში ჩვენს მიერ წარდგენილ სარჩელზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ წელს 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ინიციატივით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს გარემოსდაცვის კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდაღებათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც თუ ადამიანი გადაიხდის ფულს, სუბიექტი ვიღაცა, მას შეუძლია გაანადგუროს საქართველოს ბუნება და არანაირი, ესე იგი, არანაირი პასუხისგებლობა მას არ დაეკისრება. გარდა ამისა, ამავე კანონში ესეთი უცნაური რამე წერია, რომ ფულს თუ გადაიხდის და ხელშეკრულებას თუ გააფორმებს ენერგეტიკის სამინისტროსთან, ამავე ესე იგი პერიოდში რა პერიოდითაც გააფორმებს, არავის არ აქვს უფლება, რომ ეს კომპანია შეამოწმოს, ასე ვთქვათ, არ ღვევს თუ არა ის რამე გარემოსდაცვის თუ სხვა კანონებს. ამისანა პრეცედენტი დედამიწის ზურზე არ არსებობს, მე უნდა გითხრათ, სული არანორმალურობა არის და აი აქედან ჩანს რეალური სახე ქართული აი ამ უცნაური წარმონაქმნისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. ამ კანონიდან ჩანს მისი დამოკიდებულება ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ, იმიტომ რომ თუ ამ კანონმდებლობით თქვათ შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანმა შხამები ჩაუშვას სასმელ წყალში, ტყეს ცეცხლი წაუკიდოს, ნაყოფიერი მიწა მოხსნას და წაიღოს და გაყიდოს და ამაში არავითარი სასჯელი არ ექნება, დაანგრიოს რაღაცა და პასუხისგებლობა არ ექნება და ადამიანის სიცოცხლე შეიძლება მას შეეწიროს, ადამიანის ჯანმრთელობა შეიძლება შეეწიროს და ამაზე პასუხს არავინ არ აგებს. ეს რა დამოკიდებულება არა მარტო ბუნების მიმართ, არამედ ადამიანების სიცოცხლის მიმართაც. ეს კანონი მიღებული ნაციონალური მოძრაობის მიერ 20 მარტს 2012 წელს არის ანტიკონსტიტუციური და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ხვალ, ოდესაც სასამართლო გაიმართება ბათუმში 11 საათზე არის ხვალ, რომ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ სასამართლო ამას არაკონსტიტუციურად ცნობს და ეს კანონის მოქმედება შეჩერდება საქართველოში. ვიღაცამ უნდა იჩიოს.